საქართველოს გასცემა ცხადება მოგესალმებით, ჩვენ გამიხილავთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედგენის თავის ახალწადის მიმართ დაბადებული 1991 წლის 0-0 პირველ ნაწილში და 1913 წლის პირველ ნაწილში დარღვევის ფრაქცია საქმეს განიხილავს ახალციხის ეროვნულ სამართალ მაიაჯაბაშვილის კომისიიდან გახოთ ბელა მერაბიშვილი. მე ეცემა დაავკენე შუამდგომლობა საკავის საბჭოთან დაკავშირებით, სადაც მოხსენების მიერ გაშენებული იყო ამდაღარი ინფორმაცია, რომ ჩვენ 24 საათში ვერ შევძლებითო მასალების წარმოქმნა მოდანა სასამართლოში იმის გამო, რომ არ ჰქონდა ოფიციალურად ნაწილში მოპოვებული დავით ახალკაცის ცნობა ადმინისტრაციული საფრთხის გაზრდების შესახებ და ცნობა დავით ახალკაცის ოპერატიული შემოწმების შესახებ. აი ხა მას შემდეგ რაც გამოგვეცა ფერმობისება სასამართლოს მიერ მასალები დავით ახალკაცის შესახებ ოპერატიული ინფორმაცია შინაგან საქმეთა პოლიციის სამმართველოს მიღებული აქვს 2024 წლის 21 დეკემბერს 12 საათსა და 35 წუთზე და ადმინისტრაციული საფრთხის შემოწმების შესახებ ინფორმაცია მოპოვებულია 11 საათსა და 40 წუთზე 2024 წლის 21 დეკემბერს. აქედან გამომდინარე, პატარებულ თავმჯდომარე ის რომ აი ამ ორი საფუძვლის და მოტივით მიმართიანობა ვადის გახანგრძლივების და თვითონაც ინფორმაცია არ ქონდათ მოპოვებული, უკვე 12-ის ნახევრისთვის აღნიშნული ინფორმაცია პოლიციას უკვე მაგიდაზე ედო, რაც ფაქტიურად აღარ არის საფუძველი იმისა, რომ 24 საათზე მეტი ვადით გაეხანგრძლივებინათ ადმინისტრაციული დაკავება ჩვენი დაცვის ყოფისა და აქედან გამომდინარე, უნებრივია ჩვენ სასამართლოს წინაშე ვშუამდგომლობთ, რომ ბატონი დავით ახალკაცის დაკავება ფაქტიურად უკანონმდებლობითაა ჩართული და იგი გათავისუფლებული იქნება დაკავებიდან. ბუნებრივია შეცვლეს სახლის არღვევა. ფაქტიურად გახანგრძლივების საფუძველი არსებობდა და ამჟამინდელი მდგომარეობით არის უკანონო. ფაქტიურად უკანონო გახდა ჩამოყალიბებული შემდგომში. ბატონი დავითი ეთანხმება. ამის დამატება ხომ არ აქვს? არა, პოლიციები შეჯერებული აქვს. ასაკი. ბატონი მოგიშენ. მოგახსენებთ, რასაც მან ბოლოში თვითონ დოკუმენტი როცა ჩვენთან მოვიდა და ამოიბეჭდა, არის თარიღი მაგვითებული. მე შეიძლება გავაგზავნო დოკუმენტზე მოთხოვნაზე და დაეწეროს ის საათი, მაგრამ მე როდის მივიღე ამაზე. როდის ამობეჭდა, ეს ჩვენ მაგაზე არ ვარ ამობეჭდა წერს, ბატონი ეკატერინე, მოусმინეთ და შემდეგ დავამატოთ. ბატონი ხახავენ, მოусმინეთ და შემდეგ დავამატოთ. დოკუმენტი ჩვენამდე მაგაზე და ჩვენ ხელი არ მიგვიწდება, რომ სიტყვაზე ფუძლები გადავჭერჭოთ და იქიდან ამოვიღოთ და რაღაცა ჩვენ გქონდეთ ცნობა მაგ ბაზასთან. მაგი იგზავნება ელექტრონულად, როცა მოდის ჩვენთან, შესაბამისად მაშინ ვიღებთ და აგედან იყო გამოწვეული იქნება გავახანგრძლივებთ. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ ეს უკვე მიღებული გქონდა, მაგი არ შეიძლება იმას იმართოს. შეიძლება პატარებულ თავმჯდომარე. მე მგონი აღნიშნული დოკუმენტებიც თქვენ წინაშე დევს ახლა. და მე მინდა სასამართლოს ყურადღება მივაყრო იმ გარემოებას. აღნიშნულ დოკუმენტებში ცალსახად მითითებულია პასუხის გაცემის თარიღი. მოთხოვნაზე, როდესაც გაუშვეს მოთხოვნა, პასუხის გაცემის თარიღი 2024 12:21 11 საათი და 40 წუთი და მეორეზე პასუხის გაცემის თარიღი 2024 წლის 12:21 12 საათი და 35 წუთი. ხოლო ის როდის ამობეჭდეს და შეეძლოთ საერთოდაც არ ამოებეჭდათ, ეს მათი თავსატკივარია. მაგრამ ის რომ პასუხი უკვე 2024 წლის 21 დეკემბრისთვის გახლდათ ცნობილი. ეს უნდა უგახლოთ პატარებულ თავმჯდომარე, ეს ჩვენი გაკეთებული არის მათ მიერ წარმოქმნილი დოკუმენტი გახლდათ. ამიტომაც უგვაჩნია, რომ აღნიშნული გახანგრძლივების ვადა გახლდათ მიზანმიმართულად იმისა, რომ 24 საათზე მეტი ვადით დაემყოფებინათ ჩვენი დაცვის ყოფი დაკავების სეზონებში. რა შედეგს მისცემდათ? არა, ეს ფსიქოლოგიური ამას გამარტავთ, ჩვენ როცა გვექნება ამის დრო და საშუალება, უბრალოდ ჩვენ ვთქვით, რომ მტკიცებულებად და რაოდენობით დავინახავთ თუ რა შედეგს მისცემდათ აღნიშნული იგივე შედეგს პატარებულ მოსამართლე, მაგას ეხლა მოგახსენებთ თუ რა შედეგს მიცემდა. იგივე შედეგს მიცემდა ფაქტიურად ჩვენ გვაჩნია და საქმის მასალები და როდესაც გამოვიდნენ მტკიცებულებს თქვენს დაწმუნდებით პატარებულ მოსამართლეებს
იმაში რომ ფაქტიურად არ იყო დასაკავებელი, არ უნდა დაეკავებინათ ადამიანი, მიზანმიმართულად მოხდა მისი დაკავება და სწორედ მიზანმიმართულად მერე მოხდა იმის გაგრძელება. იგივე საფუძვლით, იგივე შედეგის გამო, რა შედეგის გამოც ფაქტიურად მოხდა დავით ახალკაცის დაკავება რა. დანარჩენს უკვე მშრომლობის პერიოდში დეტალურად ვიმართოთ სასამართლოს. მომზადების თარიღი შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენთან მოსვლის თარიღია თავი. თქვენამდე როგორ აღწერს? ჩვენთან დაბაზი. თქვენამდე როგორ აღწერს? ჩვენთან მოდის ელექტრონული. ელექტრონულად ვთქვათ, საერთო საქმის წარმოების პროგრამის მეშვეობით იღებთ ამ ინფორმაციას. ელპოსტაზე იგზავნება, მატერიალურად მოდის, ვინ მეჭდავს? მოგახსენებთ ეხლა. შესაძლებელია ჩვენ გავაგზავნოთ მოთხოვნა სასამართლოზე ან ადმინისტრაციული სახელმწიფოზე გასაგებად. გავაგზავნოთ დღეს. დილაზე, არის პირადად. არ მოვიდეს, მოვიდეს ორშაბათს საღამოს. იქ დროს მომზადებას უწევს შევაგზავნოთ გარკვეულ პერიოდს. ანუ ესე იგი თქვენ ამბობთ, რომ 2024 წლის 21-12 და 35 წუთი, სადაც რაც მითითებულია პასუხის გაცემის თარიღად, ასევე 11 და 40 წუთი ამავე თარიღის. ეს გახლავთ ის პერიოდი, როცა თქვენ გააგზავნეთ მოთხოვნა? დოკუმენტი მომზადდა, ოღონდ ჩვენამდე მოვიდა 2024 წლის 22 დეკემბერში. როგორ აღწერს თქვენამდე მაგას ვიქო? ელექტრონული ბაზა არის, სადაც შევიყვა მონაცემის გააგზავნა და იქვე გვაქვს. იქვე. და თქვენ ამას როგორ იგებთ, რომ თქვა დოკუმენტი მომზადებულია? პერიოდულობით ამოწმებთ? პერიოდულად ამოწმოს სხვადასხვა. ანუ პერიოდულად ამოწმებთ და მე უკვე იგებთ, რომ თქვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მომზადებულია და ბეჭდავთ. და პასუხის გაცემის ვადა რა არის? თქვენ საქმის წარმოების მიხედვით. რამდენ ხანში უნდა მიიღოთ პასუხი? მაგას კონკრეტული ვადები განსაზღვრული არ აქვს. ვთქვათ, რომ სამჯერში ამოვიდეს, ამოვიდეს ამ ერთ საათში. შესაძლებელია შემოწმება და ამოვიდეს. შესაძლებელი 15 წუთში გაქცენ პასუხი, შესაძლებელი 2 დღეში გაქცენ პასუხი. ადმინისტრაციულ და პატრონაჟის კონფლიქტია, რამგონია რომ არის ხანში ნაგაცენ პასუხი და აბსოლუტურად შეუსაბამოა ის პასუხი იმასთან დაკავშირებით, რომ 2 დღე შეიძლება არ გაცენ პასუხი, მით უმეტეს რომ ინფორმაციულად აწვდიან, თუ რისთვის ესაჭიროება ეს სისხლის სამართლის საქმე არ ყოველ დაუშვათ დაკავებულია და აქვს უფლება რომ გარკვეული ვადით გააჩერონ, იმასაც თავისი ვადები გააჩნია. აბსოლუტურად შეუსაბამოა და კონკრეტულად პასუხისმგებელი სამართლე არ წერია იმასთან დაკავშირებით, არ წერია პასუხის გაცემის თარიღი და ამობეჭდვის თარიღი. მაშინ არ იქნებოდა ამობეჭდვის თარიღად მითითებული ესეთ საკითხი. კონკრეტულად ამობეჭდვის თარიღს უთითებს ელექტრონულ დაპირისპირებას საკითხებს, როცა ამათმა ამობეჭდდეს ეს. ესე იგი, პასუხის სამართლე ელექტრონული ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ ეხლა პრაქტიკულად და თან ელექტრონულად მზადდება და ვიცი კოდით ჩვენთაგან რომ გავს დოკუმენტი მზადდება ელექტრონულად. მომზადების თარიღი ცნობილია, თან თვითონვე განმარტა, ჩვენ უნდა დამატებით ის არ გავაკეთოთ. პერიოდულად უნდა შეამოწმო, რომ მომზადებულია თუ არა და ეხლა ეგრეთ თითქმის მერე შეამოწმოდნენ ერთი თვე იქ ხოლმე ყოფილიყო ეს ადამიანი. სასამართლო მიღებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 214 წლის გადმოცემული დანაწესებით მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, დაკავებისათვის გახანგრძლივებული 24 საათიანობა და არ უნდა ჩაითვალოს უკანონოდ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სამართლო თვლის, რომ ეს თარიღები, რაც მითითებულია საქმის წარმოების მომზადებისთვის იყო და რაც შეეხება დოკუმენტს, მათ მიღებული აქვს 2024 წლის 22 დეკემბერს. აქედან გამომდინარე, შუამდგომლობის დაკმაყოფილება შესაბამისად ადმინისტრაციული პატიმრობის გახანგრძლივების ვადაც ვერ ჩაითვლება უკანონოდ და საქმის წარმოებაც ვერ შეცვლება. თუმცა საქმის განხილვის გავაგრძელებთ საქმის განხილვას და მტკიცებულებები რა საშუალებასაც მოგცემთ სასამართლო წინასწარ ვერ გამოთხოვს ვერანაირ მოსაზრებას გვაქვს მტკიცებულებებთან დაკავშირებით, შესაძლებელია საქმის წარმოება შეწყდეს კიდევ თუკი მტკიცებულებები ამის საშუალებას მოგცემთ, რაც საქმე შემოთავსებოდა მხარეებსაც რაც წარმოგვენილია. შეგიძლიათ დადგენილებასთან ერთად